მანამდე სანამ ელექტროენერგია და კომპიუტერი გაჩნდებოდა, არსებობდა მანქანები, რომლებიც თვითონ მოძრაობდნენ. ისინი არ იყენებდნენ ბატარეას ან ელექტრონულ პროგრამას. ამის ნაცვლად ისინი მუშაობდნენ თოკის, სიმძიმის, კბილანების, წყლის, ჰაერისა და ორთქლის გამოყენებით. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის არის ძველი ალექსანდრიიდან. აქ ცხოვრობდა ალექსანდრიელი ჰერონი, მათემატიკოსი და ინჟინერი პირველ საუკუნეში. მან შექმნა და დაწერა სხვადასხვა ავტომატურ მანქანებს. აქ შედიოდა ტაძრის კარი, რომელიც თავისით იღებოდა, ასევე მანქანა, რომელიც მონეტით წმინდა წყალს გასცემდა და მექანიკური შოუები, რომლებიც თავისით მოძრაობდნენ. მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე გონიერი გამოგონება იყო პატარა ბორბლებიანი მანქანა. მას ადამიანი არ მართავდა. მანქანის დაძვრამდე შიგნით თოკი ისე ეწყობოდა, რომ მანქანას არჩეული მიმართულება დაეცვა. შიგნით ასევე მძიმე საგანი ეკიდა. როდესაც ის ნელ-ნელა ეშვებოდა, თოკს ეკაჩებოდა. თოკი ბორბლებს ატრიალებდა. თუ თოკი ორ ბორბალზე სხვადასხვანაირად არის დახვეული, მანქანა უხვევს. თუ ორივე ბორბალზე ერთნაირად ტრიალებს, მანქანა პირდაპირ მიდის. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ შეიძლება დააპროგრამო, როდის წავა პირდაპირ, როდის მოუხვევს, ან როდის გაჩერდება. თითქოს მარტივი პროგრამა. მაგრამ კომპიუტერული კოდის ნაცვლად ბრძანებებს თოკი და მბრუნავი ნაწილები აძლევენ, ასეთი სისტემა გამოიყენეს მოძრავ მინიატურულ თეატრში. მთელი სცენა მოძრაობს, ხოლო ფიგურები თავისით გადაადგილდებიან და მაყურებლის წინაშე ისტორიას აჩვენებენ. ჰიროს კიდევ ერთი მანქანა აქვს, რომელიც თანამედროვე სავაჭრო ავტომატს გავს. როდესაც ადამიანი მონეტას აგდებს, ის ვარდება პატარა კონტეინერში, რომელიც ბერკეტზეა მიმაგრებული. მონეტის სიმძიმის გამო სარქველი ცოტა ხნით იღება და გამოყოფს საჭირო რაოდენობის წმინდა წყალს. როდესაც მონეტა კონტეინერიდან ვარდება, სარქველი თავისით იხურება. მექანიზმი მარტივია, მაგრამ ძირითადი იდეა იგივეა, რაც სავაჭრო ავტომატში. ეხლა ჩააგდეთ საფასური და ავტომატურად მანქანა მეორე მხარეს გამოგიტანთ პროდუქტს. ჯერ კიდევ ალექსანდრიელ ჰერონამდე ჩინეთში არსებობდა ძველი ამბავი ერთ ადამიანზე, რომელმაც მექანიკური ნაწილების გამოყენებით რაღაც შექმნა. ეს ჩანს უძველეს ტაოისტურ ტექსტში, რომელსაც ლიეცი ქვია. ამბავში ხელოსანმა იან შიმჯოუს მეფემ უსაჩვენა ნატურალური ზომის მექანიკური ფიგურა. ამბობდნენ, რომ ის ნამდვილი ადამიანის მსგავსად გამოიყურებოდა, შეეძლო სიარული, თავის მოძრაობა, სიმღერა და ცეკვა. როდესაც მან იმგვარად იმოქმედა, რომ მეფე გააბრაზა, იან შიმ ფიგურა გახსნა. შიგნით ამბობდნენ, რომ ნახეს ხის ნაწილები, ტყავი, წებო და ლაქი. მაგრამ არულოდ თქვათ მაშინვე, რომ ეს ნამდვილი რობოტია. ლიეცი ფილოსოფიური ტექსტია, რომელიც შეიცავს მოთხრობებს, სწავლებებს და ისეთ მოვლენებს, რომელთა დამტკიცებაც რთულია. ასევე არ არის ზუსტად ცნობილი, როდის შეიქმნა მთლიანად ეს წიგნი. არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მასში ძველი ნაწილებიცაა, მაგრამ ჩვენამდე მოსული ვერსია შეიძლება მოგვიანებით იყოს დალაგებული ან გაერთიანებული. ასევე არ შემორჩენილა არც მანქანა, არც ნახაზი და არც მკაფიო ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა იან შიმ მექანიკური ადამიანი. ამიტომ უფრო სწორია ეს მივიჩნიოთ როგორც უძველესი ამბავი ავტომატონის შესახებ და არა როგორც დადასტურებული არქეოლოგიური აღმოჩენა. თუმცა მაინც შთამბეჭდავია. ამის მიუხედავად შესაძლებელია, რომ ეს ამბავი წარმოიშვა უფრო მარტივი თოჯინის ან მექანიკური ფიგურისგან, რომელსაც მხოლოდ შეზღუდული მოძრაობების შესრულება შეეძლო. უძველეს ჩინელ ოსტატებს უკვე იცოდნენ არბალეტის მექანიზმის, საკეტის, წყლის საათისა და სხვა მოძრავი ნაწილების მქონე მანქანების შექმნა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მათ შექმნეს ფიგურა, რომელსაც მოძრაობა შეეძლო დამალული ბერკეტით ან თოკით. მაგრამ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მათ შექმნეს რობოტი, რომელიც თითქმის ნამდვილ ადამიანს გავდა. თუნდაც იან შიმის ამბავი მხოლოდ ლეგენდა იყოს, მას მაინც მნიშვნელოვანი მნიშვნელობა აქვს. ათასობით წლის წინ ადამიანები უკვე ფიქრობდნენ, შესაძლებელია თუ არა ისეთი რაღაცის შექმნა, რომელსაც მოძრაობა და ქცევა შეუძლია ისე როგორც ცოცხალს. ალექსანდრიაში ეს უკვე მხოლოდ ამბავი აღარ იყო. ჰეროს დიზაინერმა აჩვენა, რომ ადამიანს შეუძლია მანქანას წინასწარ განსაზღვრული მოძრაობა მისცეს ელექტროენერგიის, ძრავის ან კომპიუტერის გარეშე. სინამდვილეში ალექსანდრიელმა ჰერონმა მხოლოდ უბრალო სატრანსპორტო საშუალებები არ დააპროექტა. მან ასევე შექმნა ავტომატური თეატრი, რომელსაც მთელი სცენის ჩვენება შეეძლო ადამიანის ჩარევის გარეშე. პატარა სცენაზე მოძრავი ფიგურები იყო, კარები იღებოდა და სცენები თავისთავად იცვლებოდა. ყველაფერი მუშაობდა საწინააღმდეგო წონების, თოკების, ბლოკების, ღერძებისა და მბრუნავი ნაწილების დახმარებით. როდესაც სისტემა იწყება, ის აჩვენებს წინასწარ მომზადებულ წარმოდგენას. ეს ნამდვილი რობოტი არ არის, რომელიც ფიქრობს.
ის უბრალოდ მიხვება მოძრაობებს, რომლებიც შემქმნელმა წინასწარ დაალაგა წარმოდგენის დაწყებამდე. მაგრამ ეს იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, მანქანის ბრძანებები თოკის განლაგებაშია ჩაწერილი. როდესაც მისი დახვევა იცვლება თითოეული ნაწილის მოძრაობაც და დროიც. მაყურებლის წინაშე წარმოდგენა შეიძლება ჯადოსნურად ჩანდეს, მაგრამ ულისებში ყველაფერს ფიზიკა და ფრთხილად დაგეგმილი დიზაინი მართავს. ჰერომ ასევე გამოიყენა სითბო და ჰაერი, რათა ტაძრის დიდი კარები თავისით გახსნილიყო. როცა საკურთხეველზე ცეცხლს ანთებენ, ჰაერი ფარულ ჭურჭელში თბება და ფართოვდება. ეს წყალს აწვლის ჩამოკიდებულ ჭურჭელში. როდესაც ჭურჭელი მძიმდება, ის კარს მიმაგრებულ თოკებს ქაჩავს. ამის გამო კარი ნელ-ნელა იღება. როცა ცეცხლს აკრობენ, ჰაერი ცივდება. წყალი ბრუნდება საცხის ჭურჭელში და კარი თავისით იკეტება. იმ ადამიანებისთვის, ვინც მექანიზმს ვერ ხედავს, თითქოს ცეცხლი თავად მართავს კარს. ჰერონმა წააგო აიოლი პილი. ეს არის მრგვალი ჭურჭელი, რომელიც ტრიალებს, როცა ორთქლი გამოდის ორ მოხრილ მილში. ის არ გამოუყენებიათ ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ასამუშავებლად. ეს უბრალოდ დემონსტრაცია იყო იმისა, თუ როგორ შეუძლია ორთქლს დატრიალება. მან აჩვენა, რომ ძველი ინჟინრებს უკვე ესმოდათ ორთქლის ძალა. მაგრამ მაშინ ჯერ არ არსებობდა მასალები, ქარხნები და საჭიროებები, რომლებაც თანამედროვე ორთქლის ძრავის შექმნა გამოიწვია. ბევრი საუკუნის შემდეგ ავტომატური მანქანები ბაღდადში კიდევ უფრო განვითარდა. მე-19 საუკუნეში ცხოვრობდნენ ძმები მუხამედი, აჰმადი და ალ-ხასანი. ისინი უფრო ცნობილები არიან როგორც ბანუ მუსა. სამივე მათგანი სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას და ინჟინერიას. ისინი ასევე იყვნენ იმ ეპოქის ნაწილი, როდესაც ბაღდადი დიდი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. მათ დაწერეს წიგნი კიტაბ ალ-ჰიალ, ანუ გონება מחვილური მოწყობილობების წიგნი. აქ აღწერილია დაახლოებით 100-მდე მექანიკური მოწყობილობა. მათი მრავალი დიზაინი იყენებს წყალს, ჰაერს, სარქველებს და ტივტივებს. არსებობდა ჭურჭელი, რომელიც თავისით ასხამდა სასმელის სწორ რაოდენობას. ასევე იყო შადრევნები, რომლებიც ცვლიდნენ დისპენსერის ფორმას. არსებობდა ნათურები, რომლებიც თავისით ამატებდნენ ზეთს, როცა იცვლება. ჩვეულებრივ ჭურჭელში წყალი განაგრძობს დინებას, როცა მას გახსნი. მაგრამ ბანუ მუსას დიზაინებში შიგნით არის სარქველები, რომლებიც თავისით იღება ან იკეტება წყლის სიმაღლისა და წოლის მიხედვით. ეს გავს მარტივ ავტომატურ მართვის სისტემას. როდესაც წყალი მიაღწევს გარკვეულ დონეს, კნაწილი ამოძრავდება და დახურავს გასასვლელს. როცა წყლის დონე დაიწევს, გასასვლელი ისევ გაიხსნება. აქ არ არის კომპიუტერი, რომელიც ამას აკონტროლებს, თავად წყალი ამუშავებს სისტემას. არსებობს ძველი კვლევებიც, რომლებიც ბანუ მუსას აკავშირებენ ავტომატურ ფლეიტის მოწყობილობასთან. ჰაერი ქმნის ხმას, ხოლო მბრუნავი ნაწილი განსაზღვრავს, რომელიხველი გაიხსნება და როდის გაისმება ხმა. მბრუნავ ცილინდრზე გამოშვერილი ნაწილების განლაგების შეცვლით შესაძლებელია ნოტების მიმდევრობის შეცვლა. მაგრამ ეს არ უნდა აღწეროთ ისე, თითქოს თანამედროვე ჰუმანოიდი რობოტი უკრავს სცენაზე. ეს უფრო ნათელი მაგალითია ავტომატური მუსიკალური ინსტრუმენტის, რომელიც მექანიკური მართვის სისტემას იყენებს. ბაღდადი იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ შეისწავლეს და შეიტანეს მრავალი ძველი ცოდნა საბერძნეთიდან, სპარსეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ადგილებიდან. მათ მხოლოდ ძველი იდეები არ გადმოიღეს, მათ დაამატეს და გააუმჯობესეს ეს იდეებიც. მე-12 და მე-13 საუკუნეებში კიდევ ერთმა ინჟინერმა შექმნა უფრო დეტალური ავტომატური მანქანები. ეს იყო ისმაილ ალ-ჯაზარი. ის მუშაობდა არტუკიდების მმართველების კარზე დიარბაქირში, რომელიც ახალ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ნაწილი იყო. 1206 წელს მან დაასრულა წიგნი მექანიკური მოწყობილობების შექმნის შესახებ. მან არა მხოლოდ აღწერა, რას აკეთებდა თითოეული მანქანა, არამედ დაამატა მკაფიო ნახატები და ახსნა თუ როგორ მუშაობს მისი ნაწილები. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინი იყო ნავი ავტომატური მუსიკოსებით. ნავში ისხდნენ ფიგურები, რომლებიც თითქოს უკრავდნენ. როდესაც წყალი სისტემაში მიედინება, მათი ხელები მოძრაობს და ინსტრუმენტები ჟღერს. დოლის რიტმს აკონტროლებს პატარა პეგები, რომლებიც მიმაგრებულია მბრუნავ ცილინდრზე. როდესაც პეგი ლევერს ეხება, დრამერის ხელი მოძრაობს და დარტყმას აყენებს დოლზე. როდესაც პეგების მდებარეობას ცვლიან, რიტმიც იცვლება. ეს თითქოს ადრეული დრამ მანქანაა. განსხვავება ისაა, რომ აქ ყველაფერი ხისაა და წყლით მუშაობს და მექანიკური ნაწილებია გამოყენებული ელექტრონიკის ნაცვლად. ასევე არ არის ნათელი, თავად მოძრაობს თუ არა ნავი ვინმეს გარეშე, ვინც უბიძგებს ან მართავს მას. დიზაინში ზუსტად აღწერილია მუსიკოსების ავტომატური შესრულება ნავში ყოფნისას. ალ-ჯაზარიმ ასევე შექმნა ავტომატური მოწყობილობები ხელის დასაბანად. ერთ-ერთ დიზაინში არის ფიგურა, რომელიც წყალს ასხამს.
წყლის გამოყენების შემდეგ სხვა ნაწილი აძლევს საპონს და პირსახოც სწორ მინდევრობაში. მან ასევე შექმნა დიდი წყლის საათები, რომლებშიც იყო ფიგურები, ფრინველები, ხმები და სხვადასხვა მოძრაობები დროის გასვლისას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათგანია სპილოს საათი. მას აქვს დიდი სპილოს ფიგურა. მის ზედაპირზე არიან ადამიანები, დრაკონი, ფრინველი და სხვა მექანიკური ფიგურები. შიგნით არის კონტეინერი, რომელიც ნელ-ნელა იძირება წყალში. მისი მოძრაობა საათის მთელი მექანიზმის მომდევნო მოქმედებას იწყებს. როცა დრო გადის, ფიგურები მოძრაობენ და ისმის ხმა. შემდეგ სისტემა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, რომ თავიდან დაიწყოს. ეს მოწყობილობებები გონებით არ მოქმედებენ. ნამდვილი ოსტატობა მათ შემქმნელშია. მას ზუსტად უნდა დაგეგმოს დრო, წონა, წყლის ძალა, ხვრელის ზომა და თითოეული ნაწილის მოძრაობა. თუ ერთი ზომაც კი არასწორია, წყალი შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს, ხმა დაგვიანდეს, ამ ფიგურა არ იმოძრაოს. ამიტომ ნახიროს ბანუ მუსას და ალ-ჯაზარის ავტომატური მანქანები მხოლოდ მდიდრებისთვის სათამაშოები არ იყო. მათ აჩვენეს, რომ რთული ამოცანის დაყოფა შესაძლებელია პატარა ბრძანებებად. ჯერ ერთი სარქველი იმოძრავებს. შემდეგ ბორბალი დატრიალდება. თოკის გამუდმებული მოკაჩვით ბოლოს ფიგურა იმოძრავებს. ესეც არის ავტომატიზაციის მთავარი იდეა დღეს. ბრძანებების სწორად დალაგებული მიმდევრობა, რომელსაც მანქანა ასრულებს ზედამხედველობის გარეშე, ყოველ მოძრაობაზე დაკვირვების საჭიროების გარეშე. ალ-ჯაზარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დიზაინი აქვს, რომელიც დღესაც ბევრ მანქანაში გამოიყენება. ეს არის კრანკი და დამაკავშირებელი ღერო. ის უწყვეტ ბრუნვას აქცევს წინ და უკან მოძრაობად. მაგალითად, როდესაც ბორბალი ტრიალებს, მას შეუძლია ბიძგი და მოკაჩვა მოახდინოს პისტონს. ალ-ჯაზარიმ ეს სისტემა წყლის ტუმბოში გამოიყენა მე-13 საუკუნის დასაწყისში. იგივე პრინციპი დღესაც გამოიყენება ტუმბოებსა და იმ მანქანებში, რომლებიც პისტონის ძრავას იყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არის ყველა თანამედროვე ძრავის ერთადერთი წყარო. კიდევ ბევრმა ინჟინერმა შეიტანა ცვლილი და გააუმჯობესა ეს დიზაინი მომდევნო საუკუნეებში. 500 წელზე მეტი ხნის შემდეგ ფრანგმა ინჟინერმა შექმნა ავტომატური ფიგურები, რომლებიც თითქმის ცოცხალივით მოძრაობდნენ. მისი სახელია ჟაკ დე ვოკანსონი. 1738 წელს მან პარიზში წარადგინა ადამიანის ზომის ფლეიტისტი. მის შიგნით მუსიკალური ხუთი არ იყო დამალული. ფიგურა მართლაც ატარებდა ჰაერს ფლეიტაში, ხოლო მისი მექანიკური თითები სხვადასხვა ხვრელს ფარავდა. შიგნით იყო საბერველები, რომლებიც პირდოების როლს ასრულებდნენ. ისინი აკონტროლებდნენ, რამდენად ძლიერი ჰაერი გამოვიდოდა ფიგურის პირიდან. მისი თითები კი წინასწარ მომზადებული ნიმუშის მიხედვით მოძრაობდა. ამის წყალობით მას შეეძლო 12 სხვადასხვა მელოდიის დაკვრა. ამას ასევე იკვლევდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია. მათ აღმოაჩინეს, რომ სწორედ ფლეიტა გამოსცემდა ხმას და არა სხეულის შიგნით დამალული ინსტრუმენტი. ვოკანსონმა ასევე შექმნა კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც პაიპზე და დრამზე უკრავდა. მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი ქმნილება ადამიანი არ ყოფილა. ეს იყო მექანიკური იხვი. ის დამზადებული იყო ლითონისგან და შეეძლო კისრის, ფრთების, ნისკარტისა და ფეხების მოძრაობა. ის სვამდა წყალს, ჭამდა მარცვლებს და გამოცემდა ხმას, როგორც ნამდვილი იხვი. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ჭამის შემდეგ ის გამოყოფდა რაღაცას, რაც განავალს გავდა. ამის გამო ბევრმა მაყურებელმა იფიქრა, რომ იხვი მართლაც ამუშავებდა გადაყლაპულ საკვებს. მაგრამ ესეც კიდევ ერთი ხრიკი იყო. იხვის მიერ შეჭმული მარცვლები ცალკე კონტეინერში ხვდებოდა, ხოლო უკან გამოსული მასალა წინასწარ იყო მომზადებული. ეს ყველაფერი დემონსტრაციის დაწყებამდე უკვე მომზადებული იყო. ასე რომ სინამდვილეში იხვის შიგნით მონელება არ ხდება. უბრალოდ ოსტატურად იყო დამალული ორი სხვადასხვა კონტეინერი. ეს არ ამცირებს შემოქმედის ოსტატობას. ძალიან რთულია ერთდროულად კისრის, ნისკარტის, ფრთების, ფეხების და სხვა ნაწილების მოძრაობის სინქრონიზაცია, რათა მეტალის ცხოველი ცოცხალს დაემსგავსოს. ეს ასევე აჩვენებს, რა სურდათ იმ დროის ინჟინრებს გაეგოთ. რამდენი ცოცხალი არსების მოძრაობის გამეორება შეუძლია მანქანას. შემდგომში ორიგინალი იხვი დაზიანდა და დაიკარგა. დარჩა მხოლოდ ძველი ნახატები, აღწერილობები და რეპლიკები, რომლებიც მის შესახებ ჩანაწერების მიხედვით გაკეთდა. ვოკანსონის მუშაობა მხოლოდ გართობით არ დასრულებულა. მას დაავალეს დახმარებოდა საფრანგეთის აბრეშუმის ინდუსტრიას. მან შექმნა გზა, რომ ქსოვილის დაწნა უფრო ავტომატური გამხდარიყო. მან შექმნა საქსოვი დაზგა, რომელიც იყენებდა გახვრეტილ ნაწილს იმისთვის, რომ ეკონტროლებინა, რომელი ძაფი იმოძრავებდა. მისი მთელი დიზაინი იმ დროისთვის წარმატებული არ გამხდარა, თუმცა აქ არსებული იდეები მოგვიანებით დაიხვეწა ჟაკარდის დაზგაში. ჟაკარდის დაზგაში ბარათზე არსებული ხვრელები განსაზღვრავს, რომელი ძაფი აიწევა. როცა ხვრელების განლაგება იცვლება, ქსოვილზეც განსხვავებული დიზაინი ჩნდება. ეს გავს ინსტრუქციას, რომელიც ხვრელებით არის დაწერილი.
ეს სისტემა მნიშვნელოვანი გახდა გამოთვლითი ტექნიკის ისტორიაში, რადგან მან აჩვენა, რომ შესაძლებელია ინსტრუქციების ფიზიკურ ობიექტზე მოთავსება და მათი მანქანისთვის წაკითხვა. მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ ვოკანსონი იყო პირველი კომპიუტერის შემქმნელი. მისი ტექსტილის ნამუშევარი მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომელმაც უფრო განვითარებულ პროგრამირებად მანქანებამდე მიგვიყვანა. იმ დროს, როცა ვოკანსონი საფრანგეთში ავტომატურ ცხოველებს ქმნიდა, შვეიცარიელი საათების მწარმოებელთა ოჯახი უფრო რთულ ფიგურას ამზადებდა. ეს იყო ჟაკ ჟაკედროს ოჯახი. 1770-იან წლებში პიერ ჟაკ ჟაკედრომ, მისმა ვაჟმა ანრი ლუიმ და მათმა თანამშრომელმა ჟან ფრედერიკ ლე შოტმა შექმნეს სამი ცნობილი ავტომატონი. არის მუსიკოსი, მხატვარი, რომელიც ხატავს და ბავშვი, რომელიც წერს. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო წერალი. ეს არის ფიგურა, სადაც ბავშვი მაგიდასთან ზის. მას ხელში კალამი უჭირავს და წინ აქვს ქაღალდი. როცა ავტომატს ამუშავებენ, ის აკრავს კალამს მელანში, აშორებს ზედმეტ მელანს და იწყებს წერას. მისი ხელი ნელა მოძრაობს. მისი თვალები და თავიც მისდევს კალმის სვერს. მას შეუძლია დააკოპიროს არამხოლოდ ერთი სტატიკური სიტყვა. ის შიგნით არის სისტემა, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს ასოების ასარჩევად. ამის წყალობით ის ქმნის შეტყობინებას, რომელიც 40 სიმბოლომდე აღწევს. მის სხეულში ათასობით პატარა ნაწილი მდებარეობს. თითოეული ხელის მოძრაობას კამები აკონტროლებენ. ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ და რამდენად ძლიერ მიაჭერს კალამს ქაღალდს. რადგან ასოების არჩევა და ხელის მოძრაობა ცალ-ცალკეა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ადრეულ პროგრამირებად, საწერ მანქანად. მას არ ესმის. როდესაც სიტყვას წერს, მასაც არ აქვს საკუთარი გონება. ის უბრალოდ ზუსტად ასრულებს იმ ინსტრუქციას, რაც შემქმნელმა შიგნით ჩადო. მწერალი და კიდევ ორი ჟაკედროს ავტომატიც ინახება ნეუშატელის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში, შვეიცარიაში. მათ უვლიან როგორც მე-18 საუკუნის ინჟინერიის მნიშვნელოვან ნიმუშებს. გარედან ისინი უბრალოდ მდიდარი ადამიანების სათამაშოებს გვანან. მაგრამ შიგნით ისინი წარმოაჩენენ იდეას, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანია. წერა, დაკვრა და ხატვა შეიძლება დაიყოს მრავალ ზუსტ მოძრაობად. და შემდეგ ეს მოძრაობები მანქანამ შეასრულოს. წერალი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე გარედან ჩანს. როცა კალამი ხაზის ბოლომდე მიდის, მისი ხელი თავისით ბრუნდება დასაწყისში. როცა ახალი მელნის საჭიროება, ის ისევ ასველებს კალამს მელანში. ასოებიც არ გავს პრინტერიდან ამოსულს. თითოეულ მათგანს აქვს სქელი და თხელი ხაზები. თითქოს ნამდვილი ხელნაწერია. მის შიგნით ათასობით პატარა დეტალია. ხელის, თავისა და თვალების თითოეული მოძრაობა კონტროლდება სხვადასხვა ნაწილით. რაც უფრო გასაოცარია, შესაძლებელია შეიცვალოს ის შეტყობინება, რომელსაც ის წერს. შიგნით არის მოძრავი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ასო უნდა გაკეთდეს და რა არის სწორი თანმიმდევრობა. მას შეუძლია დაწეროს შეტყობინება, რომელიც შეიცავს მაქსიმუმ 40 სიმბოლოს. მას არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ შესაძლებელია მისთვის ახალი ინსტრუქციის მიცემა მთელი მექანიზმის შეცვლის გარეშე. ეს არის მიზეზი, რის გამოც მწერალს ერთ-ერთ პირველ პროგრამირებად ავტომატად მიიჩნევენ. მუზეუმში მასთან ერთად არის კიდევ ორი ფიგურა, რომლებიც პიერ ჟაკედროს, ანრი ლუი ჟაკედროს და ჟან ფრედერიკ ლე შოს მიერ 1768-დან 1774 წლამდეა შექმნილი. პირველი მათგანია მხატვარი. ესეც ბავშვი ფიგურაა, მაგრამ ხელში ფანქარი უჭირავს. მას შეუძლია 4 განსხვავებული ნახატის შექმნა. მათ შორისაა ძაღლის გამოსახულება, სამეფო პორტრეტი და კუპიდონის სცენა, რომელიც პატარა ეტლში ზის. როდესაც ხატავს, ის ზოგჯერ ჩერდება და ქაღალდზე უბერავს, თითქოს ფანქრის მტვერს აშორებს. მეორეა მუსიკოსი. ეს არის ქალის ფიგურა, რომელიც პატარა ორგანის წინ ზის. ის მხოლოდ დაკვრას არ ბაძავს. ის მართლა აჭერს თითებს კლავიშებზე, რათა შექმნას თავისი მუსიკა. მას შეუძლია 5 მელოდიის დაკვრა. მისი თავი და თვალებიც მოძრაობს, როცა მის ხელებს მიხვება. მკერდი ცოდნა ვიწევა ზევით, რომ სუნთქვას გავდეს. სიმღერის შემდეგ ის თავს ხრის აუდიტორიის წინაშე. ეს პატარა მოძრაობები გაკეთდა იმისთვის, რომ ფიგურები მყარ ქანდაკებებს არ დამსგავსებოდნენ. მხოლოდ ხელის მოძრაობა საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა, რომ თვალები, თავი, მკერდი და სხეული სწორდროს მოძრაობდნენ, რათა ფიგურები ცოცხლად გამოიყურებოდნენ. როცა ეს სამი ავტომატონი გაკეთდა, ისინი ჯერ მუზეუმის ექსპონატები არ იყვნენ, ჟაკ დროსის ოჯახი მათ იყენებდა. რათა მდიდარი კლიენტებისა და სამეფო კარისთვის ეჩვენებინა, რამდენად ოსტატურად ამზადებდნენ საათებსა და სხვა მექანიკურ ობიექტებს. მათი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ნაწილში დაატარეს, მათი ბიზნესი ასევე მივიდა აზიის დიდ ბაზრებამდე, მათ შორის ჩინეთის იმპერატორის კარამდე.
მათ გაყიდვის ჭკვიანური მეთოდი ჰქონდათ. უბრალოდ კი არ ამბობდნენ, რომ საათებს ოსტატურად ამზადებდნენ. ისინი აჩვენებდნენ ბავშვს, რომელიც წერდა, ბავშვს, რომელიც ხატავდა და ქალს, რომელიც უკრავდა. როცა ამას მეფე ან დიდარი ვაჭარი ნახავდა, მაშინვე იფიქრებდა, რომ თუ ასეთ რთულ ფიგურას აკეთებენ, შეუძლიათ ძალიან ლამაზი საათიც გააკეთონ. ამიტომ ავტომატები მხოლოდ შოუ არ იყო. ისინი ასევე მათი ნიჭის მოძრავ რეკლამას ჰგავდნენ. სამი ფიგურა ახალ ნეიშატელის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. ისინი იქ რჩებიან როგორც მე-18 საუკუნეში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომატური ფიგურებიდან რამდენიმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის მუშაობენ. მათი ნაწილები ძველი და ნაზია. სპეციალისტებმა უნდა დააკვირდნენ და შეაკეთონ ისინი, რომ საბოლოოდ არ გაფუჭდნენ. ამჟამად წერალი კვლავ გამოფენილია, მაგრამ დროებით არ მუშაობს ტექნიკური პრობლემის გამო. გრძელდება მხატვრის და მუსიკოსის დაგეგმილი დემონსტრაციები. ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებენ ავტომატურ მოძრაობასა და ნამდვილი ინტელექტის განსხვავებას. შეუძლიათ წერონ და ხატონ და დაუკრან, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. მწერალს არ შეუძლია აირჩიოს, რა უნდა თქვას. ხატვარს არ შეუძლია ახალი სურათის მოფიქრება. ასევე მუსიკოს არ შეუძლია საკუთარი სიმღერის არჩევა. მათი ყველა ქმედება გამომდინარეობს იმ ინსტრუქციიდან, რომელიც შემქმნელმა შიგნით ჩადო. ეს არის ფავარი შეზღუდვაც. დღეს, როცა ბევრი ავტომატური სისტემა არსებობს, მოწყობილობა შეიძლება ძალიან სწრაფიდი და ეფექტური იყოს, მაგრამ ის მაინც დამოკიდებულია ადამიანის მიერ მიცემულ დიზაინზე, მონაცემებსა და ბრძანებებზე. ამიტომ არასწორია პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველა ძველი ავტომატონი თანამედროვე რობოტის წინაპარია. მათ განსხვავებული ტექნოლოგია ჰქონდათ და არ ჰქონდათ ელექტრონიკა, სენსორები ან ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ მათ ერთი და იდივე კითხვაზე სურდათ პასუხისგაცემა. რამდენი ადამიანის სამუშაო შეიძლება დაიღოს პატარა ნაბიჯებად და შესრულდეს ისეთ რამეზე, რომელსაც არ აქვს საკუთარი ნება. წერაში ჯერ უნდა აერჩიო 100, ამოძრაო ხელები, დააცვე კალამს და გადახვიდე შემდეგ ნაწილზე. ხატვისას საჭიროა თითოეული ხაზის მიმართულების, სიგრძისა და სისქის კონტროლი. დაკვირისას საჭიროა ზუსტად სწორ დროს დააჭირო შესაბამის კლავიშს. როდესაც ეს ყველა ნაბიჯი სწორად არის დალაგებული, მექანიკურ ფიგურას შეუძლია შეასრულოს ის მოქმედება, რასაც ადრე მხოლოდ ადამიანი აკეთებდა. იქედან დაიწყო ავტომატიზაციის უფრო დიდი იდეა, არა იმისთვის, რომ შეიქმნას ნამდვილი ცოცხალი მანქანა, არამედ იმის გასაგებად, რომ რთული ამოცანა შეიძლება დაიყოს, დალაგდეს და განმეორდეს. ხის, ლითონის, წყლისა და საათის მექანიზმების გამოყენებით. ადამიანმა ნელ-ნელა ისწავლა, როგორ ჩასვას ინსტრუქცია მოწყობილობის შიგნით. დღეს უკვე ელექტრონულ კოდს ვიყენებთ, მაგრამ გამოწვევა იგივეა. როგორ ასწავლი გონებისა არ მქონეს საგანს, სწორად შეასრულოს ამოცანა. აი, რატო არის ძველი ავტომატონები მაინც მნიშვნელოვანი? მათ ამით არ ამტკიცებენ, რომ უძველეს დროში უკვე არსებობდა განვითარებული რობოტი. ისინი ამტკიცებენ, რომ automation-ზე პროგრამირებასა და ცოცხალი არსებების მოძრაობის მიბაძვაზე ადამიანმა უფრო ადრე დაიწყო ფიქრი, ვიდრე ჩვენ გვეგონა.